ყველა ადამიანი, ვისიც ოდესმე შეგშურებია, ის, ვინც ოთახში შემოდის და ტემპერატურა იცვლება, აქამდე არ მოსულა თავის ცხოვრებაში რაღაცის დამატებით. მან ეს შეძლო საკუთარი თავის იმ ვერსიის მოკლით, რომელსაც შენ ჯერ კიდევ გააფთრებით იცავ. შაბლონური რჩევა ასეთია: გამოიმუშავე ჩვევები, დაისახე მიზნები, იყავი სტაბილური და ერთ დღესაც გახდები ის ადამიანი, ვინც უნდა იყო. ეს რჩევა რიგითი დამაწნარებელი საშუალებაა, რადგან მიზეზი, რის გამოც შენ არ ხარ ის ადამიანი, ვინც გინდა რომ იყო, საერთოდ არ არის დაკავშირებული იმასთან, რასაც აკეთებ. არამედ დაკავშირებულია იმასთან, თუ ვინ გონია საკუთარი თავი ამის კეთებისას. ამ ყველაფრის უკან ფსიქოლოგიური მექანიზმი დგას, რაღაც ისეთი, რაც იდენტობის კვლევებშია დამარხული და რასაც თვითგანვითარების ვიდეოების უმეტესობა არასდროს ეხება. როგორც კი ამას გაიგებ, მიხვდები, რომ ყველაფერი, რისი გამოსწორებაც აქამდე გინდოდა, არასდროს ყოფილა გამოსასწორებელი. ის უბრალოდ არასწორად იყო იდენტიფიცირებული. ნამდვილი სამიზნე არასდროს ყოფილა შენი ქცევა. ეს იყო მოჩვენება, რომელიც შენს ქცევას შიგნიდან ფარულად მართავდა. გაიხსენე დიდგორის ბრძოლა, როდესაც დავით აღმაშენებელმა ხეობის უკანასკნელი გამოსასვლელი ჩახერგა და საკუთარ ჯარს უკან დასახევი გზა მოუჭრა. სანამ გამოსასვლელი არსებობს, შენი გონება ყოველთვის კარისკენ იყურება და არა ბრძოლისკენ. ვერ გახდები ახალი ადამიანი, სანამ ძველს ჟანგბადის აპარატზე ტოვებ მიერთებულს. მე ახლა გეტყვი იმას, რასაც ტრანსფორმაციის შესახებ არავინ გეუბნება. ამ ადამიანად ქცევა არ ნიშნავს ახლის შეძენას, ეს ნიშნავს ამპუტაციას. ფიქრობ, რომ გჭირდება დისციპლინის, თავდაჯერებულობის, დილის რუტინის, კითხვის ჩვევის ან სპორტ დარბაზის აბონემენტის დამატება, მაგრამ სინამდვილეში შენ ამით ახალ ავეჯს დგამ ალმოდებულ სახლში. ხანძარი არ არის რესურსების ნაკლებობა. ხანძარი არის ის მკვდარი იდენტობა, რომლის კრემაციაზეც უარს ამბობ. შეხედე შენ ცხოვრებას ობიექტურად. არსებობს შენი ვერსია, რომელიც ჯერ კიდევ პასუხობს იმ ადამიანების შეთხობინებებს, ვინც შენს დროს ფლანგავს, რადგან კონფლიქტის გეშინია. არსებობს შენი ვერსია, რომელიც შუაღამეს უმიზნოდ სკროლავს, რადგან დოფამინი ნიღბავს იმ ფაქტს, რომ რაღაც რეალურს გაურბიხარ. არსებობს შენი ვერსია, რომელიც სამსახოში ნახევრად სიმართლით საუბრობს, რადგან სრულ სიმართლეს მხარდაჭერა და დაცვა სჭირდება. და საკუთარი პოზიციის დაცვა ნიშნავს, რომ ხალხი შეიძლება დაგიპირისპირდეს. ეს ვერსია არ ასახავს უბრალოდ შენ ცუდ დღეს. ეს ვერსია შენი ოპერაციული სისტემაა და სანამ მას არ წაშლი, ყველა განახლება, რომის ინსტალაციასაც შეეცდები, გაჭედავს. აი რას აჩვენებს იდენტობაზე დაფუძნებული ქცევის ცვლილების კვლევები. ჯეიმს კლირის ნაშრომმა, რომელიც ეფუძნება ფსიქოლოგიურ ლიტერატურას თვითახქმის შესახებ, აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც ცვლილებას აღიქვამენ არა როგორც რაღაცის მიღწევას, არამედ როგორც ახალ პიროვნებად ქცევას, ბევრად უფრო მარტივად ინარჩუნებენ ამ ცვლილებას. მაგრამ აქ არის ერთი ბნელი მხარე, რომელზეც იშვიათად საუბრობენ. ახალ ადამიანად რომ იქცე, აქტიურად უნდა უარყო ის, ვინც იყავი. არა უბრალოდ გადაიზარდო, არა განვითარდე, არამედ უარყო. შეგნებულად, სასტიკად, ზუსტად ისე, როგორც დავითმა უარყო უკან დახევის ვარიანტი. ეს არის ელიმინაციის პროტოკოლი. ადამიანების უმეტესობა უარს ამბობს ამის გაკეთებაზე. მათ სურთ გახდნენ საშიშები კომფორტის დათმობის გარეშე. სურთ გამოიწვიონ პატივისცემა იმ პიროვნების შენარჩუნებით, რომელიც მუდმივად სხვების მოწონებას ითხოვს. სურთ კარგი ფიზიკური ფორმა, მაგრამ არ უნდათ დამარხონ ის იდენტობა, რომელიც ემოციური რეგულაციისთვის ჭამს. ვერ ატარებ ორივე ადამიანს. ძველი შენ ძალიან მძიმეა. ის წლების განმავლობაში შენი პოტენციალით იკვებებოდა და შენი კომპრომისების ხარჯზე გასუქდა. და ყოველდღე როცა მას ცოცხალს ტოვებ, ირჩევ მას იმ ადამიანის ნაცვლად, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყავი. რისი დაცვა შეგიძლია? აქ პასუხი განსაზღვრავს ყველაფერს. რადგან მანძილი იმას შორის, ვინც ხარ და ვინც გინდა იყო, იზომება არა ჩვევებით, არამედ დაკრძალვებით. კონკრეტულად კი იმით, საკუთარი თავის რამდენი ვერსიის დამარხვა შეგიძლია ისე, რომ უკან არ მოიხედო. და თუ არ ხარ მზად დამარხვა არც ერთი მათგანი, მაშინ შეწყვიტე თავის მოჩვენება, თითქოს ცვლილება გინდა. შენ არ გინდა ტრანსფორმაცია, გინდა დეკორაცია. გინდა ახალი ნახარი დაგიდო იმ სახლის კედელზე, რომლის დასანგრევადაც ზედმეტად სენტიმენტალური ხარ. მაგრამ თუ ახლა მკერდში რაღაც შეგეკუმშა, თუ შენმა რაღაც ნაწილმა ამის მოსმენისას უკან დაიხია, მაშინ შემდეგი ნაწილი სხვანაირად დაგადგამს. რადგან ის, რასაც შემდეგში გეტყვი, ხსნის იმას, თუ რატომ ხარ ჩარჩენილი ერთსა და იმავე ფსიქოლოგიურ მარყოში წლების განმავლობაში და ამას სიზარმაცესთან საერთო არაფერი აქვს. ბიჰევიორალურ ფსიქოლოგიაში არსებობს კონცეფცია, რომელმაც უნდა შეგაშინოს. მას
self-concept congruence, ანუ თვითახქმის შესაბამისობა ქვია. მარტივად რომ თქვა ეს ნიშნავს შემდეგს. შენი ქმედებები ყოველთვის მოერგება იმ ისტორიას, რომელსაც საკუთარ თავს უყვები იმის შესახებ თუ ვინ ხარ. არა იმას, რაც გინდა, არა იმას, რასაც გეგმავ, არამედ იმას, რისიც გჯერა რომ ხარ ყველაზე ღრმა, გაუცნობიერებელ დონეზე. თუ გჯერა რომ ისეთი ხარ, ვინც ფულთან მეგობრობას ვერ ახერხებს, შენ საბოტაჟს მოუწყობ ყველა ფინანსურ შესაძლებლობას, რომელიც ამ წმენას ემუქრება. არა შეგნებულად, შენ უბრალოდ მიიღებ დადაწყვეტილებებს, რომლებიც ბუნებრივად გეჩვენება და ბუნებრივი შენთვის ნიშნავს იყო უფულოდ. თუ გჯერა რომ არ ხარ ის ტიპი, ვინც ფორმაშია, იპოვი ვარჯიშის გამოტოვების მიზეზებს, რომლებიც სრულიად ლოგიკურად მოგეჩვენება. შენი ტვინი იმდენად შეუფერხებლად შექმნის საბაბებს, რომ თვითონვე დაიჯერებ მათ. ეს არ არის ნებისყოფის ამბავი. ეს იდენტობის არქიტექტურაა. შენი ქვეცნობიერი უსაფრთხოების სისტემაა და ის დაპროგრამებულია დაიცვას შენი ამჟამინდელი ვერსია. თუნდაც ეს ვერსია მარცხს განიცდიდეს. განსაკუთრებით მაშინ თუ ეს ვერსია მარცხს განიცდის, რადგან ნაცნობი მარცხი უფრო უსაფრთხოდ იგრძნობა ვიდრე უცნობი წარმატება. აბრაამ მასლოუმ შეისწავლა ეს ფენომენი იმ პრიზმით, რასაც მან იონას კომპლექსი უწოდა. საკუთარი დიდებულების შიში. მან შენიშნა, რომ ადამიანებს მხოლოდ წარუმატებლობის არ ეშინიათ, მათ ასევე ეშინიათ წარმატების. ეშინიათ პასუხისგებლობის, ხილვადობის, იმ კომფორტული მედიდურობიდან წასვლის, რომელსაც ასე კარგად იცნობენ. შენ არ გეშინია გახდე ის ადამიანი. გეშინია იმის, რაც მოხდება მას შემდეგ, რაც ის გახდები, რადგან როგორც კი ის გახდები, საბაბები გვდება. უსაფრთხოების ბადე იშლება და შენ მარტოდ გახარ ცხოვრებაში, რომელიც მოითხოვს ისეთ დონეზე გამოჩენას, რომელიც აქამდე არასდროს შეგინარჩუნებია. აი ნაწილი, რომელმაც უნდა შეძრას. 1908 წელს ახალგაზრდა უცნობი კაცი, სახელად მუსტაფა ქემალი, იჯდა ყაზარმაში ოსმალეთის მაკედონიაში და უყურებდა, როგორ ლუპებოდა იმპერია შიგნიდან. ის არ იყო მდიდარი, არ ჰქონდა კავშირები, არ ჰქონდა პოლიტიკური ბაზა, არც არმია, არც ტიტული. ის რაც მას ჰქონდა იყო ერთი, შეუქცევადი გადაწყვეტილება. ის ვერ იქნებოდა ის კაცი, რომელიც უყურებდა რაღაცის კოლაფსს და არაფერს აკეთებდა. ისევე როგორც ჩვენ სინამდვილეში, ილია ჭავჭავაძემ გადაწყვიტა, რომ აღარ იქნებოდა მძინარე ერის უბრალო მაყურებელი და სრულიად ახალი, თერდდალეულთა იდენტობა შექმნა. ამ გადაწყვეტილებას მკისიერად არ შეუცვლია მისი გარემოებები. მას ჯერ კიდევ უწევდა 10 წლეულების მანძილზე ომის, გადასახლების, პოლიტიკური მანევრირებისა და ხალათის გავლა. მაგრამ იდენტობის შეცვლამ წინ გაუსწრო ყველა მის ქმედებას. როდესაც 1923 წელს ქემალი განადგურებული ერის ნარჩენების წინაშე დადგა და იმპერიის ფერფლიდან თურქეთი გამოჯედა, ეს ტრანსფორმაცია არ ყოფილა სიურპრიზი. ეს იყო იმის დაგვიანებული გამოხატულება, რადგან ის უკვე იქცა იმ ყაზარმაში წლების წინ, სანამ ამას სხვა ვინმე დაინახავდა. ასეთი ადამიანი უკეთესი ჩვევებიდან არ იბადება. ის იბადება საკუთარი თავის ხელახალი კლასიფიკაციით. შენ არ ცდილობ უკეთესად აკეთო, ცდილობ იყოს სხვაგვარი. მოითხოვს იმას, რასაც ფსიქოლოგები უწოდებენ იდენტობის უთყვეტობის გაწყვეტას. სუფთა წყვეტას იმ ადამიანს შორის, ვინც იყავი და ვისკენაც ახლა მიდიხარ. არა ეტაპობრივ გადასვლას, არამედ მკაფიოდ გავლებულ ხაზს. რაიან ჰოლიდეი წერს ამაზე ისე, რომ ადამიანების უმეტესობას არასწორად ესმის. მისი ნაშრომი ეგოს შესახებ ხშირად იკითხება, როგორც იყავი თავდაბალი, მაგრამ უფრო ხმაგაკვეთილი ასეთია. ეგო არ არის თავდაჯერებულობა. ეგო არის მიჯაჭვულობა იმ იდენტობაზე, რომელიც უკვე ამოწურე. ის ადამიანი, რომელიც ხალხს მუდმივად უყვება თავისი სტუდენტობის დიდების დღეებზე, არ არის თავდაჯერებული. ის მიჯაჭვულია საკუთარი თავის კონცეფციას, რომელსაც ვადა 15 წლის წინ გაუვიდა. ეგო გამყოფებს საკუთარი თავის მკვდარი ვერსიის ერთგულად. იმ პიროვნებად რომ იქცე, შენს ამჟამინდელ იდენტობას ღალატი უნდა გამოუცხადო. ეს ნიშნავს, რომ წვეთ საუბარს, ცდილობ ფორმაში ჩავდგე და იწყებ ასე. მე ვარ ადამიანი, რომელიც ვარჯიშს არ აცდენს. არა იმიტომ, რომ ეს უკვე სიმართლეა, არამედ იმიტომ, რომ ენა ცვლის იდენტობას. ქცევა მიყვება იარლიხს. კლირი ამას უწოდებს ხმის მიცემას იმ ადამიანისთვის, ვინც გინდა გახდე. ყოველი ქმედება ხმაა. ყოველ ჯერზე, როცა საქმეს აკეთებ, შენ ერთ ხმას აგდებ ყუთში. მაგრამ თუ შენ იდენტობის ბიულეტენზე ჯერ კიდევ წერია, მე ვარ ტიპი, რომელიც იწყებს და ანებებს, მაშინ თითოეული ხმა ამ ძველი კაცის სასარგებლოდ მიდის. ჯერ ბიულეტენი შეცვალე. გაიგე ერთი რამ. ის ვერსია, რომლითაც აღფრთოვანებული ხარ, ის, ვისაც აქვს პრეზენცია, ურხეობა, მშვიდი ავტორიტეტი, მას ერთ დილას არ გაუღვიძია უკვე ჩაშენებული ამ თვისებებით.
მან საკუთარ თავს ხმა მისცა 1000 ჯერ სიჩუმეში, როცა ეს მოსაწყენი იყო, როცა მტკივნეული იყო, როცა არავინ ითვლიდა. ის გახდა ის ადამიანი, ზუსტად ისე, როგორც მდინარე ჭრის კანიონს. არაერთი დრამატული მოვლენით, არამედ ერთი იდენტობისკენ მიმართული დაუნდობელი გამეორებით. და თუ ეს ზედმეტად აბსტრაქტულად ჟღერს, თუ ნაბიჯ-ნაბიჯ სახელმძღვანელოს ელოდები, მაშინ ისევ ფიქრობ როგორც ძველი შენ. ამ ადამიანს ინსტრუქციები არ სჭირდება, მას დეკლარაცია სჭირდება. მას სჭირდება ჩაიხედოს სარკეში და თქვას რაღაც, რაც თავად აშინებს. არა აფირმაცია, არამედ განაჩენი, რომელიც ასე ჟღერს. მე დავასრულე ამ ადამიანად ყოფნა. არა მინდა უკეთესი ვიყო, არა შევეცდები. ეს იმ პიროვნების სიტყვებია, რომელიც ჯერ კიდევ აწარმოებს მოლაპარაკებებს საკუთარ ძველ თავთან. განაჩენი საბოლოოა. და რაც მას ასე საშიშს ხდის, არის ის, რომ იმ წამს, როცა ამას მართლა გულისხმობ, სამყარომ კისიერად გამოგცდის. რაც მიგვიყვანს იმ ნაწილამდე, რაზეც არავინ გაფრთხილებს. იმ ადამიანად ქცევას თავისი ფასი აქვს და სამყარო განვადებას არ იღებს. ის ითხოვს სრულ გადახდას წინასწარ და თანაც იმ ვალუტით, რომლის დახარჯვაც კაცების უმეტესობას არ სურს. ეს ვალუტა არის დანაკარგი. თეოდორ რუზველტი 1858 წელს დაიბადა სუსტი ასთმიანი ბავშვის სახით, რომელსაც კიბეებზე ასვლაც კი უჭირდა სულის შეხუთვის გარეშე. მამამისმა ერთხელ უთხრა, არა სისასტიკით, არამედ პატიოსნად, რომ მას ჰქონდა გონება, მაგრამ არა სხეული და სხეულის გარეშე გონება ვერასდროს მიაღწევდა სრულ გამოხატულებას. რუზველტს უბრალოდ არ დაუძლია ვარჯიში. მან პირადი ომი გამოუცხადა საკუთარ კონსტიტუციას. ის კრივს მისდევდა, მთებში დადიოდა, ცხენით ჯირითობდა, სანამ ფეხებიდან სისხლი არ წამოუვიდოდა. ის ისეთი სისასტიკით მისდევდა ფიზიკურ ტრანსფორმაციას, რომ მის გარშემო მყოფებს ეს აშინებდათ. დედამისი ნერვიულობდა, ექიმები აფრთხილებდნენ, მისი თანატოლები ფიქრობდნენ, რომ ეს უბრალოდ პერფორმანსი იყო. ის არ თამაშობდა. ის იხდიდა სუვერენიტეტის გადასახადს და სამყაროს ჯიდა მას მანამ, სანამ დააჯილდოებდა. რა დაკარგა მან? დაკარგა სიმპათია, რომელიც ავადმყოფი ბავშვის სტატუსს ახდა თან. დაკარგა ნაზი მოპყრობა. მან დაკარგა შემცირებული მოლოდინები, რაც ფარულად ინარჩუნებდა მის კომფორტს. დაკარგა მეგობრები, რომლებსაც ერჩივნათ მისი ის ვერსია, რომლის შეცოდებაც შეეძლოთ. საქართველოში, სადაც სუფრის, სენტიმენტების და უსარგებლო დროის ფლანგვის კულტურა ხშირად ვაფერხებს, ეს გადასახადი განსაკუთრებით რთული გადასახდელია. დაკარგავ მეგობრებს, რომლებსაც ერჩივნათ შენი ის ვერსია, ვისთან ერთადაც უმიზნოდ დროის გულა მარტივი იყო. ეს არის გადასახადი. იმ მომენტიდან, როცა დაიწყებ შეცვლას, ნამდვილ შეცვლას, შენ დაკარგავ ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ შენი სუსტი ვერსიის გარემოცვაში გრძნობდნენ თავს კომფორტულად. არა იმიტომ, რომ ისინი ბოროტები არიან, არამედ იმიტომ, რომ შენი ევოლუცია არის სარკე და ეს სარკე მათ საკუთარ სტაგნაციას ირეკლავს. მათ არ ზულთ ის, ვინც შენ ხდები. მათ ზულთ ის, რასაც შენი ტრანსფორმაცია ამბობს მცდელობაზე მათ პირად უარზე. ჯორდან პიტერსონი განიხილავს მამაკაცის პასუხისგებლობას ნებაყოფლობითი ტვირთის ტარების პრიზმაში. იდეას, რომ მამაკაცის ღირებულება იზომება იმ წონით, რომლის ტარებისთვისაც ის მზად არის. მაგრამ არსებობს ნაბიჯი ტვირთის აღებამდე, რომელსაც პიტერსონის აუდიტორია ხშირად ტოვებს. სანამ ტვირთს აიღებ, ავარჯენი უნდა დადო. ავარჯენი არის მსხვერპლის იდენტობა. ის ნარატივი, რომელიც ამბობს, ჩემი მშობლები რომ სხვანაირები ყოფილიყვნენ, მეტი ფული რომ ქონოდა, უფრო ადრე რომ დამეწყო. ეს ისტორიები კომფორტულია. ისინი ხსნიან შენს ამჟამინდელ პოზიციას ისე, რომ არ მოითხოვენ მის შეცვლას. ისინი თბილი საბნებია ცივ ოთახში. მაგრამ ის ადამიანი სიცივეში იძინებს. მას ლომის თავის იერარქიაში ამოიცნა. თვითრეალიზაცია, ანუ პიკი, არ არის დანიშნულების ადგილი. ეს არის უწყვეტი დაძაბულობის მდგომარეობა იმას შორის, ვინც ხარ და ვინც შეიძლება გახდე. და ისინი, ვინც ამას აღწევენ, არ აღწერენ მას როგორც მშვიდობიანს, აღწერენ როგორც დაუნდობელს, როგორც მუდმივ უკმაყოფილებას გაჩერებით. როგორც კი უარს აცხადებ იმაზე შეგუებაზე, რომ ეს საკმარისია, როდესაც აშკარად მეტია ხელმისაწვდომი, ეს არ არის ამბიცია. ამბიცია დასდევს გარეგნულ მარკერებს. თვითრეალიზაცია დასდევს თანხვედრას, შემაძრწუნებელ მოთხოვნას, რომ დახურო უფსკრული შენს პოტენციალსა და შენს შედეგს შორის და არასდროს შეწყვიტო ამ უფსკრულის შემცირება. ჩინგის ხაენის სუვერენიტეტის პირველი აქტი არ ყოფილა სამხედრო დაპყრობა. ეს იყო პირადი გამარჯვება. როგორც ახალგაზრდა კაცის სახელად დემუჩინი, ის დაატყვევა და დაიმონა მეტოქე ტომმა. მას ცხოველი ვიტეკეთა კისერზე ხის უღელი. ქონდა ყველა მიზეზი მიეღო იდენტობა, როგორიცაა მონა, არარაობა, დამარცხებული.
ის ღამით გაიქცა. საათობით იმალებოდა ყინულოვან მდინარეში ყელამდე წყალში, სანამ მტრის რაზმები ზემოდან დაეძებდნენ და საბოლოოდ შეიფარა ოჯახმა, რომელსაც შეეძლო მისი გადაცემა ჯილდოს სანაცვლოდ, მაგრამ მათ მისი დაცვა არჩიეს. იმ ღამით მდინარეში ყოფნა არ ყოფილა სამხედრო სტრატეგია. ეს იყო კაცი, რომელმაც დაახჩო საკუთარი თავის ის ვერსია, რომელმაც მონობა მიიღო. ტემუჩინი, რომელიც იმ წყალში შევიდა, ტყვე იყო. კაცი, რომელიც იქიდან გამოვიდა, სრულიად სხვა რამ. მას ჯერ არ ჰყავდა არმიები, არ ჰქონდა ალიანსები. რაც მას ჰქონდა, იყო იდენტობა, რომელიც არავითარ შემთხვევაში აღარ მიიღებდა დამორჩილებას. ყველაფერი დანარჩენი, იმპერია, დაპყრობები, სამყაროს გადაკეთება, იყო იმ ერთი ღამის შედეგი და არა სტრატეგიის ან რესურსების, არამედ იდენტობის. კაცი, რომელმაც თავისი ყოფილი მეყინულოვან მდინარეში დაახჩო, მედიდურობასთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს. მას ეს არ შეუძლია. და რა არის შენი მდინარე? ეს არ არის ხმაურიანი ტრანსფორმაცია. ეს სუვერენიტეტის გადასახადია. რა არის ის გამყინავი, მახრჩობელა, შემაძრწუნებელი ვალდებულების აქტი, რომელიც ყოფს იმას, ვინც ხარ, იმისგან, ვინც უნდა გახდე, რადგან ის არსებობს და შენ იცი რა არის ეს. შენ გაურბი ხარ მას, ული გარშემო, იგონებ რაციონალურ მიზეზებს თვეების, შესაძლოა წლების განმავლობაში. სუვერენიტეტის გადასახადი არ იხდება ფულით ან დროით. ის იხდება კომფორტის სიკვდილით, მოწონების სიკვდილით, შენი უსაფრთხო, პროგნოზირებადი, გასაგები ვერსიის სიკვდილით, რომელსაც უკვე ყველა შეურიგდა. და თუ უარს იტყვი მის გადახდაზე, შენ სტაგნაციას კი არ განიცდი, ლპები. იმიტომ რომ კაცი, რომელმაც იცის რა შეეძლო ყოფილიყო და ამის ნაცვლად კომფორტს ირჩევს, ნეიტრალური არ რჩება. ის ლპება შიგნიდან. ყოველდღე როცა შენ გადასახადის გადახდას გადადებ, პროცენტი იზრდება სინანულით, სიმწარით. იმ კონკრეტული სიცარიელის განცდით ღამის 2 საათზე, როცა სახლში სიჩუმეა და სიმართლეს დასამალი არსად აქვს. ეს გზნობა არ არის დეპრესია, ეს შენი პოტენციალია, რომელიც იმ გალიის კედლებს აწყდება, რომელიც თავად ააშენე და რომლის გაღებაზეც უარს ამბობ. მაშ, როგორ ჩაკეტო ტრანსფორმაცია? როგორ დარწმუნდე, რომ ახალი იდენტობა არ გაქრება, როგორც კი წნეხი გაჩნდება? ეს არის ის, რაც განსაზღვროს. გახდები ის ადამიანი სამუდამოდ, თუ უბრალოდ მის როლს მოირგებ რამდენიმე მოტივირებული კვირის განმავლობაში. არსებობს მექანიზმი, რომელიც ყოფს იმათ, ვინც სამუდამოდ გარდაიქმნება, იმათგან, ვინც ძველ მდგომარეობას უბრუნდება. მას ქცევითი შესაბამისობა ქვია, თანხვედრა იდენტობასა და ქმედებებს შორის, რომელიც შენარჩუნებულია დროთა განმავლობაში, სანამ უფსკრული იმას შორის, რასაც ვამბობ, რომ ვარ და რასაც რეალურად ვაკეთებ, ნულამდე არ შემცივდება. ადამიანების უმეტესობა ამაში მარცხდება. მათ აქვთ გარღვევა. ისინი გზნობენ ცეცხლს. მაღალ დონეზე ასრულებენ საქმეს 2 კვირის განმავლობაში და შემდეგ ეცემიან. ჩააგდებენ ერთ დღეს, მერე 2-ს, მერე კვირას. და მალევე უბრუნდებიან ძველ იდენტობას, ხოლო ახალი აცვიათ როგორც კოსტიუმი, რომელსაც იცვამენ მხოლოდ მაშინ, როცა ამის ხასიათზე არიან. მიზეზი მარტივია. მათ შეცვალეს ქცევა გარემოს შეცვლის გარეშე. შენი გარემო მხოლოდ შენი ფიზიკური სივრცე არ არის. ეს არიან ადამიანები, ვისაც ელაპარაკები, კონტენტი, რომელსაც მოიხმარ, სტანდარტები, რომლებსაც ითმენ და რიტუალები, რომლებსაც იცავ. თუ შენი გარემო ჯერ კიდევ ძველ შენს ეკუთვნის, ახალი იდენტობა მასში ვერ გადარჩება. ეს არის გადანერგილი ორგანოს ხელში, რომელიც მას უარყოფს. არსებობდა რომაელი გენერალი, სახელად ლუციუს კვინკციუს ცინცინატუსი. ძველი წელთაღრიცხვით 458 წელს რომი განადგურების პირას იყო. სენატმა მსტორები გაგზავნა ცინცინატუსის საპოვნელად და მათ იპოვეს ის ტალახში ამოსვლილი. საკუთარ პატარა ფერმაში მიწას ხნავდა, ცხოვრობდა როგორც ჩვეულებრივი გლეხი. მათ მას აბსოლუტური ძალაუფლება, დიქტატურა, რომის სამხედრო და პოლიტიკურ აპარატზე ტოტალური კონტროლი შესთავაზეს. ცინცინატუსმა მიიღო. მან 16 დღეში დაამაცხა მტერი და შემდეგ გააკეთა რაღაც, რამაც ანტიკური სამყარო გააოგნა. ძალაუფლება უკან დააბრუნა. ის დაბრუნდა თავის ფერმაში და ისევ აიღო გუთანი ხელში. სენატი გაოგნებული იყო. მისი ჯარისკაცები კი დაბნეულები. ყველა რომაელი, ვინც ეს ისტორია მოისმინა, მოელოდა, რომ ის ტიტულს ჩაეჭიდებოდა. ამას აკეთებენ ადამიანების უმეტესობა. ისინი ეჭიდებიან, აგროვებენ, იმყარებენ ძალაუფლებას და შემდეგ მის გარშემო კედლებს აშენებენ. მაგრამ ცინცინატუსი არ მოქმედებდა სურვილით, ის მოქმედებდა იდენტობით. და მისი იდენტობა უკვე სრული იყო. რატომ აქვს ამას მნიშვნელობა? იმიტომ რომ ცინცინატუსი დისციპლინას არ თამაშობდა. ის არ ყოფილა უბრალოდ მოტივირებული. მან თავისი იდენტობა იმდენად ღრმად ჩაკეტა იმაში, თუ ვინ იყო მოვალეობის კაცი,
კაცი, რომელიც ემსახურება და შემდეგ უბრუნდება სიმარტივეს, რომ ვერანაირი გარე ძალაუფლება ვერ დაამახინჯებდა მას. გვირგვინი ვერ გაანადგურებდა მის პიროვნებას, რადგან მისი შესაბამისობა აბსოლუტური იყო. არ იყო უფსკრული მის იდენტობასა და ქმედებებს შორის, რაც იმას ნიშნავდა, რომ არ იყო ღია სივრცე ცდუნებისთვის. ეს არის საკეტი. შენ სამუდამოდ ხდები ის კაცი, როდესაც შენი იდენტობა და შენი ქმედებები იმდენად ერთხმის ერთმანეთს, რომ სხვაგვარად მოქცევა საკუთარი თავის დარღვევად იგრძნობა. არა მოტივაციის დაკარგვად, არამედ დარღვევად. თითქოს სხვისგან სიცრუამ, თითქოს იმ ხმით საუბრობ, რომელიც შენი არ არის. როგორ უნდა გახდე ასეთი? ეს იწყება არა კომპრომისული პრინციპებით, არა მიზნებით, არამედ იმით, რაზეც მოლაპარაკება შეუძლებელია. მიზანი არის ის, რისკენაც მიისწრაფვი. არა კომპრომისული პრინციპი არის ის, რასაც არავითარ შემთხვევაში არ არღვევ. სხვაობა ეგზისტენციალურია. მინდა კვირაში 5 დღე ვივარჯიშო არის მიზანი. მე ვარ ადამიანი, რომელიც ვარჯიშს არ აცდენს, არის არაკომპრომისული პრინციპი. პირველი იხრება წნეხის ქვეშ, მეორე თავად ტეხს წნეხს. აერჩიეს 3 ესეთი პრინციპი, არა 10, 3. ქმედებები, რომლებიც განსაზღვრავენ იმ კაცს, რომელდაც იქცევი. დაიცავი ისინი ყველაფრით, რაც გაქვს. გამოტოვე 1 და შენ ძველ იდენტობას 1 ხმა მიეცი. გამოტოვე 2 და შენ არჩევნებში ხარ. გამოტოვე 3 და ძველმა შენმა ახლახან გაიმარჯვა. შენი გარემო უნდა იცავდეს ამ პრინციპებს. მოიშორე ადამიანები, რომლებიც მედიდურობას ნორმად აქცევენ. მოიშორე კონტენტი, რომელიც გვებავს მსხვერპლის ნარატივს. მოიშორე ფიზიკური ტრიგერები, არაჯანსაღი საკვები მაცივარში, ტელეფონის აწოლის გვერდით, სკამი ტელევიზორის წინ. გადააკეთე შენი დრის არქიტექტურა ისე, რომ უმცირესი წინააღმდეგობის გზა პირდაპირ გადიოდეს იმ ქმედებებზე, რომლებიც განსაზღვრავენ შენს ახალ მეს. ხახუნი უნდა არსებობდეს შენსა და ძველ ქცევას შორის და არა შენსა და ახალს შორის. და შემდეგ გააკეთე ის, რისი გაკეთებისაც ადამიანების უმეტესობას ეშინია. არავის უთხრა. არ გამოაცხადო შენი ტრანსფორმაციის შესახებ. არ დაწერო შენს ახალ დიეტაზე პოსტები. არ მოუყვე მეგობრებს შენი ახალი თავის შესახებ. რადგან იმ მომენტში, როცა ამას ხმამაღლა ამბობ, შენი ტვინი სოციალურ მოწონებას ჯილდოდ აღიქვამს და ეს ჯილდო ანაცვლებს რეალურ სამუშაოს. შენ იღებ დოფამინის დოზას ცვლილების გამოცხადებისთვის ისე, რომ არ გაგივლია მისი რეალობად ქცევის ხახუნი. ის ადამიანი არ აცხადებს საკუთარი თავის შესახებ. ის მოდის და როცა ხალხი ამას ამჩნევს, ტრანსფორმაცია უკვე აღარ არის პროექტი. ის ფაქტია. ეს წერია მის პოზაში, მის გადაწყვეტილებებში, მის უარსში, ახსნას საკუთარი თავი. სამუშაო შესრულდა სიბნელეში. შედეგები საუბრობენ სინათლეზე და ისინი საუბრობენ ისეთი ხმით, რომელიც აჩუმებს ყველა ეჭვს, რაც ოთახში მის მიმართ არსებობდა. ასე რომ აი ისიც სრული არქიტექტურა. შენ შლი გაქცევის მარშრუტებს, რომლებიც ძველ იდენტობას ცოცხლად ტოვებენ. სჩადიხარ იდენტობის ღალატს, აცხადებ არა იმას, რისი გაკეთებაც გინდა, არამედ იმას, ვინც აღარ გინდა იყო. იხდი სუვერენიტეტის გადასახადს, თმობ კომფორტს, მოწონებას და იმ ურთიერთობებს, რომლებიც შენ სისუსტეზე იყო დამოკიდებული. და შენ კეტავ ტრანსფორმაციას ქცევითი შესაბამისობით, პრინციპებით, რომლებიც იმდენად არის ჩაშენებული შენს ყოველდღიურ არსებობაში, რომ მათი დარღვევა საკუთარი თავის ხალატად იგრძნობა. ეს არ არის мотиваცია. мотиваცია არის ქიმიური ნახტომი, რომელიც 48 საათს გრძელდება. ეს არის რეკონსტრუქცია. ანგრევ იმ პიროვნების მზით კედლებს, რომელიც გადარჩენისთვის იყო აშენებული და მათ ანაცვლებს სტრუქტურით, რომელიც დომინირებისთვისაა შექმნილი. ის ადამიანი არ არის დანიშნულების ადგილი. ის გადაწყვეტილებაა. გადაწყვეტილება, რომელსაც იღებ ყოველ დილით, სანამ ვინმე გიყურებს. გადაწყვეტილება, რომელსაც იღებ ყოველ ღამე, როცა არავინ გაგიგებდა თუ დანებდებოდი. გადაწყვეტილება, რომელიც გროვდება ჩუმად, უხილავად, სანამ ერთ დღესაც არაფერი ხდება. და ადამიანებს, ვინც ძველ შენს იცნობდნენ, სიტყვები აღარ ეყოფათ იმის აღსაწერად, რასაც ხედავენ. და აი ფიქრი, რომელსაც გიტოვებ. ის, რომელიც დღეს ღამით სიბნელეში გაყვება, როცა ხურადღების გამფანტავი საშუალებები გამორთულია და ოთახში სიჩუმეა. შენ უკვე იცი, ვინ არის ის ადამიანი. შენის გინახავს გაელვებებში, იმ მომენტებში, როცა დაუყოვნებლივი მოქმედე, როცა დაიცავი საზღვარი, რომელსაც ჩვეულებრივ არღვევდი, როცა თქვი რთული რამ უსაფრთხოს ნაცვლად და იგძენი, როგორ შეიცვალა რაღაც შენს მკერდში, რაღაც უძველესი, რაღაც რაც სახში დაბრუნებას გავდა. ის არ არის უცხო,
ის შენი ის ვერსია, რომელიც ზედაპირზე ამოდის, როცა წვეთ ბოდიშის მოხდა საკუთარი არსებობის გამო. ერთადერთი კითხვა ისაა, კიდევ რამდენ ხანს აპირებ მის ლოდინს. ადამიანების უმეტესობა ამ ვიდეოს გადასკროლავს და დაუბრუნდება იმ კონტენტს, რომელიც არაფერს ცვლის. ნუ იქნები ასეთი ადამიანი. მადლობა რომ მეგობრობ ფიორისთან. თუ თვლი რომ ვიდეო საინტერესო გამოვიდა, მოიწონე, გაუზიალე მათ ვისაც ამის ცოდნა სჭირდება, გამოიწელე არხი და გაააქტიურე ზარის ხილაკი, რომ არ გამოგჩეს ახალი ვიდეოები.